ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი მაგდა ანიკაშვილი ისანში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ის პრობლემები იყო, რომელიც რაიონს ამ ეტაპზე აწუხებს. ბავშვთა დაცვის დღის თემაც აქაც გაჟღერდა. მაგდა ანიკაშვილმა ისნის მოსახლეობასთან ბავშვთა უფლებებიც განიხილა. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებენ. ერთი დადებითი ის არის, რომ პირველი ჯგუფის შემთხვევაში ასევე გადაწყვეტა საკიდან 0-დან 5 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი საქართველოში მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლის, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორ იქნება ამ პოლისის შემადგენლობა, რადგანაც ეს უნდა იყოს ის ბარათი, რომელიც რეალურად სამედიცინო ხარჯებს დაუფარავს ამ ადამიანებს. სწორედ ამისთვის ვიბრძვით ქრისტიან-დემოკრატები, რომ ადამიანებმა არ მიიღონ მხოლოდ ფარატინა ქაღალდი, არამედ მიიღონ მართლაც მათთვის ძალიან საჭირო პოლისი. შეხვედრებმა ჯანდაცვის პრობლემებს, დაზღვევის პრობლემებს, ანუ იმ გადაწყვეტის მეთოდებს, როგორ უნდა მოუვაროთ ამ პრობლემებს და ქალბატონმა მაგდამ დაგვანახა, ესე იგი, ვის რა აწუხებს, ვის როგორ და რანაც შეიძლება, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. სპეციალურად ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების მოედანი შინაგან საქმეთა